თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქტივისტ ზვიად მაისაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაზარალებული ჟურნალისტი გურამ როგავა სასამართლოში სიმბოლურად ცარიელი ფურცლებით მივიდა, რადგან მისივე განმარტებით საქმეში მხოლოდ ბრალდებული სპეცრაზმელის აღიარებითი ჩვენება დევს და მეტი არაფერი. როგორ დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დაკავებული პირი ნამდვილად მასზე თავდამსხმელი სპეცრაზმელია. ცარიელი ფურცლებია გურამ. რა არის? ცარიელი ფურცლები. მართლა აი თქვენს კონდეთ რა ბა. ასეთია საქმიანი. აი. ანუ არაფერი არა. მაკულატურა საქმე? აი მე რა ვიცი ვისურვებდი რომ საქმეში არსებული ფურცლები რაღაცა კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ. იმიტომ რომ აი როგორც მაყურებელია ხო ხედავთ და თქვენს ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს რომ თავს დამესხა. ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, როცა ეს აღიარებითი ჩვენება მისცა ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა ციხეში და უეცრად მოუნდა რომ ეღიარებოდა. ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის ერთ თანამშრომელს ბრალდება პროკურატურამ 8 მაისს წარუდგინა. ხუთივე დაკავებულს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფება. ამ საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.